აქ ხედავ მე პოლიციელებს. იმ პოლიციელებს, რომლებმაც გუშინ წარმოუდგენელი დონის შეურაცხყოფა მოგვაყენეს სულ ყველას. ჩვენ გვიწევდა მთელი მარშის განმავლობაში ისეთი რეპლიკების და ისეთი ქმედებების ატანა, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ ქვეყნის მტერს. ჩვენ დღეს აქ გამოვედით, იმიტომ რომ ადამიანმა, რომელმაც აირჩია პროტესტის უკიდურესი ფორმა და წავიდა სიკვდილზე, მაგ ადამიანს დაუდგეთ გვერდით. ეხლა ჩემ უკან დგანან პოლიციელები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ სინამდვილეში ზუსტად იმას ფიქრობენ, რასაც ჩვენ, მაგრამ მტრები ვგონი ვართ მაინც ჩვენ. მე ვარ ადამიანი, რომელიც თუ ქუჩაში გაიგონებს რაღაც ჩხუბის ხმას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის დამნაშავე, მაშინვე ვრეკავ პოლიციაში, იმიტომ რომ მგონია, რომ შეიძლება ჩემმა ერთწამიანმა დაყოვნებამ რომ დავრეკო პოლიციაში, მე იქიდან შეიძლება 10 ზარის პასუხის გაცემა დამჭირდეს და ჩემთვის ეგ წვალება ან რაიმე დისკომფორტი იყოს, მაგან შეიძლება ვიღაცის ცხოვრება შეიწიროს და სიცოცხლე შეიწიროს. ამიტომ არასდროს არ მინანია პოლიციაში დარეკვა და ყოველთვის მაშინვე ვრეკავ ხოლმე, მაგრამ ხვალ რომ ჩემს ქუჩაში ჩხუბი ატყდეს, მე არ დავრეკავ პოლიციაში, იმიტომ რომ დღეს პოლიცია ჩემთვის აღარ არის ის საყრდენი, რომელიც გამოვა და დამიცავს. დღეს რომ პოლიცია გამოვიძახო, მე ვიცი რომ უარესი საშიშროება შეიძლება დამიდგეს წინ, იმიტომ რომ ჩვენთვის ეგ დაცვის ხატი აღარ არის განადგურდა. პოლიციელებს ისეთ რაღაცებს ავალებენ და ისეთ რაღაცებს უყვებიან ჩვენზე და ისე ელაპარაკებიან, რომ ჩვენთვის პოლიციელი მტერია და მტერები ვართ სამწუხაროდ ჩვენ პოლიციელებისთვის ისე აღვიქვამენ ესენი. მე დღეს აქ მოვედი არა თქვენთან სალაპარაკოდ, არამედ ამ ადამიანებთან სალაპარაკოდ, რომ დაფიქრდით ვინ არიან რეალური მტრები და რასაც ჩვენ გვეუბნებით და რასაც ჩვენს მიმართ ახორციელებთ, ეგ სინამდვილეში ჩვენს დასაცავად სხვების მიმართ უნდა აკეთებდეთ.